მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლობა რომ ჩემთან ხართ, მადლობა თითოეული მოწონებისთვის, კომენტარისთვის, გაზიარებისთვის. და მე დღეს გავაკეთებ საჯარო გაშლას თქვენთვის მომავალი კვირის ენერგიებზე. როგორი კვირა გველოდება მეგობრებო? მაშასე, ახლა ვნახოთ ახლანდელი ენერგიები ჩვენი. რა ენერგიებში ვართ ახლა? გავაკეთებთ 3 სფეროზე. ეს იქნება კარიერა, ფინანსები და პირადი ურთიერთობები. ვნახოთ რა გველოდება კარიერაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. კარიერა, ვნახოთ ფინანსები, ვნახოთ მანარაზე, ვნახოთ პირადი ურთიერთობები. რა ენერგიებში ვართ ახლა? რაღაც გადაწყვეტილების წინაშე გახართ მეგობრებო და ელოდებით. შეიძლება ვინმე მამაკაცმა უნდა მიიღოს თქვენთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება. შეიძლება ეს პარტნიორულ ურთიერთობას ეხება ან სამსახურში უფროსს. ვნახოთ რას ეხება ეს გადაწყვეტილება. რას ელოდებით? შეიძლება რომელიმე თქვენგანი რაღაც საბუცელით, რაღაც დოკუმენტს ან სულაც ყველასთვის არ რეზონირდება, მაგრამ შეიძლება თქვენი პარტნიორისგან ელით შეთავაზებას დაქორწინებასთან დაკავშირებით ან სერიოზულ წინადადებას რომ დააკანონოთ ურთიერთობა. ზოგიერთი თქვენგანის წინაშე შეიძლება იყოს გადაწყვეტილება განქორწინების ირგვლივ. ვნახოთ რას ელოდებით, რას ეხება ეს მოლოდინი. ზოგიერთი თქვენგანი ახლა ცოტა დეპრესიულ მდგომარეობაშია, რადგან რაღაც დაფარული შეიტყეთ, რაღაც ინფორმაცია გაიგეთ, რაც აქამდე არ იყო თქვენთვის ცნობილი და ამ სევდიანი განწყობიდან გეტყვით, რომ აუცილებლად გადახვალთ პოზიტიურ განწყობაზე. კარგით, ეს ზოგადი მიმოხილვა მეგობრებო, რა ენერგიებშიც ახლა ხართ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის ენერგიები ტრიალებს და ეს არ არის პირადი გაშლა, ყველამ თქვენი ინფორმაცია აიღეთ აქედან. მაშასე, ვნახოთ კარიერაში რა გელით. კარიერაში შეიძლება ცოტა გულის ტკენა გქონდათ და გაგიცრუვდათ იმედი და ემოციური სტაბილურობა აქ დაკარგეთ და ცოტა ემოციებს აყევით, მაგრამ აქ იმპერატრიცები მეწვიეთ და იმპერატრიცა რის იმპერატრიცაა, რომ ვერ შეძლოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. მიუხედავად იმის, რომ კარიერული წინსვლა დაპაუზებული, შეჩერებული ან იმედგაცრუებული იყო თქვენს შემთხვევაში ან ბიზნესი ცოტა შეჩერდა
ვისაც კერძო ბიზნესი გაქვთ, გეტყვით, რომ აუცილებლად წამოვა თქვენსკენ წარმატება. გელოდებათ სამსახურში ამ კვირაში. კი, გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას და შეიძლება ახალი შემოთავაზება გქონდეთ, ახალი გზით გქონდეთ რაღაც, შეიძლება ეს ინტერნეტით იყოს შემოთავაზება, შეიძლება გახვიდეთ, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ბლოგერია და აქედან გქონდეთ შემოსავალი და თქვენ ამ კვირაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიიღებთ, ვისაც სამსახური გაქვთ, აუცილებლად რაღაც ინფორმაციას მიიღებთ, რომელი ინფორმაციის საშუალებითაც ამ კვირის ბოლომდე რაღაც გაირკვევა, რაღაც ახალ გადაწყვეტილებას მიიღებთ და გაგიჩნდებათ შანსი მიაღწიოთ წარმატებას. ნახოთ კიდევ სამსახურში რა გელოდებათ. დიახ, ზუსტად ის სრულდება, ის ცოტა ნეგატიური მოვლენები, რაც იყო და რაღაც ამ ლაბირინთიდან ძალიან მარტივად გამოდიხართ, ისეთი მარტივად გამოხვათ ამ ლაბირინთიდან, სადაც ხართ, რომ ეს გამოსვლა საჩუქარს გავს. ერთნაირად მიიღებთ წარმატებას ამ კვირაში. ისე რომ თქვენ თვითონვე გაოცებული დარჩებით. ნახოთ ფინანსურად როგორი იქნება. მეგობრებო, რაზედაც თქვენ ღელავდით სამსახურში თუ ოჯახში, რომ რაღაც ფინანსებთან დაკავშირებით თითქოს შეიქმნა პრობლემა და თქვენ ეს ძალიან გაღელვებდათ და ცოტა გეგონათ, რომ მიუღწეველი არის ახლო მომავალში ფინანსების შემოდინება, გეტყვით, რომ არც ასია საქმე. ნამდვილად, სულტყუილად ღელავდით, რაზეც ღელავდით. ნახოთ ფინანსებში რა გელოდებათ. თქვენ უკვე გაქვთ საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარებული აქ და ნელა-ნელა აუცილებლად მიიღებთ შედეგს, თქვენი მუშაობის შედეგს, რაც აისახება ფინანსურ ენერგიაში. შეიძლება რაღაც, მაგრამ მაინც ძალიან გთხოვთ, რაღაც შემოთავაზება თუ იქნება თქვენთან, რაც ფინანსებს ეხება და ეს ეხება ალბათ ბიზნესს, აუცილებლად გადაამოწმეთ, რათა არ მოხდეს შემოდინებული ფინანსების გადინება. და კიდევ ერთი რჩევა, ამ კვირაში თუ თქვენთან თხოვნით იქნება ვინმე მოსული, რომ ფინანსები ასესხოთ, კორექტულად უარით უნდა გაისტუმროთ, რადგან შეიძლება საშიშროება დაემუქროს იმ თანხას, რომელსაც გაასესხებთ. ნახოთ ფინანსებში კიდევ ეს კვირა როგორი იქნება. ნამდვილად წარმატებული იქნება, მეგობრებო, და თქვენ იმდენ სამუშაოს ჩაატარებთ, ისეთი დატვირთული იქნებით, რომ აუცილებლად აისრულებთ თქვენს მიზანს. დიახ, თქვენი შრომის საფასურს მიიღებთ, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ ბევრი შრომა მოგიწევთ ამ კვირაში და გამორიცხული არ არის, დანაზოგიც კი გააკეთოთ. ნახოთ პირად ურთიერთობაში რა გელით. მეგობრებო, თუ რაღაც ბუნდოვანებაა თქვენს პირად ცხოვრებაში და აქ მხოლოდ ერთ-ერთი თქვენგანი აქტიურობს და მეორე არა, ან რაღაცნაირად რომელიღაცა თქვენგანი მალავს თქვენს ურთიერთობას და არ უნდა აფიშირება, სწორედ თქვენთვის არის ეს პირადი ურთიერთობების სიგნიფიკაცია. აქ ერთ-ერთი თქვენგანი არის აქტიური, მეორე ცოტა არ იყოს, არ აქტიურობს. ნახოთ რა იქნება.
მეგობრებო, თქვენთან არის რაღაც დაფარული ამ ურთიერთობაში და თუ თქვენ ფარულ ურთიერთობაში იმყოფებით, არის საშიშროება იმის, რომ გამჟღავნდეს აი ეს ურთიერთობა. თუ თქვენ ეს ფარული არ არის, მაშინ და ეს თქვენი ურთიერთობა და ეს არის მეგობრულ სასიყვარულო ურთიერთობა ცოტა მსუბუქი ხასიათის, შეიძლება ერთ-ერთ თქვენგანს მოუნდეს ცოტა სერიოზულ საფეხურზე აიყვანოს ეს ურთიერთობა. რა გელით? აი ამ კვირაში მეგობრებო, რაღაცნაირად თითქოს მე აქ არათანაბარ ურთიერთობას ვხედავ. შეიძლება თქვენ შორის იყოს სტატუსი, ერთ-ერთი თქვენგანი უფრო მაღალ საფეხურზე კარიერულად იმყოფებოდეთ და მეორე შედარებით დაბალ საფეხურზე, ან თქვენ შორის იყოს ასაკობრივი სხვაობა, ან რაღაც, ან ოჯახი ერთ-ერთი მხარეს და რაღაც ბარიერი გაქვთ ურთიერთობაში და თითქოს ვერ ახლოს არ უშვებთ ამ ადამიანს და რაღაცნაირად წარსულზე ხართ ჩაციკლული და შეიძლება აქ პაუზაც გაქვთ და რაღაც წარსული ურთიერთობის მოგონებებით საზრდოობთ, აქ ასე მიჩვენებს. რას უნდა მიაქციოთ პირად ურთიერთობაში ყურადღება? მეგობრებო, თუ აქ ურთიერთობა არის მსუბუქი ხასიათის და არ არის დაკანონებული და სერიოზული ხასიათის და ერთ-ერთი თქვენგანი ცოტა არასერიოზულად უყურებს ამ ურთიერთობას და რომელიმე თქვენგანს მოუნდეს აი ამისი ცოტა სხვა საფეხურზე აყვანა, როგორც მე წინა გითხარით, ზემოთ ვახსენე, შეიძლება გამოიწვიოთ აგრესია მეორე ადამიანში. ამიტომ ძალიან იფრთხილეთ აი ამ მიმართულებითაც და ასევე თუ არ გსურთ რომ გასაჯაროვდეს თქვენი ურთიერთობა, აი ამ შემთხვევაში ციფრთხილისკენ მოგიწოდებთ, ნუ გადაამეტებთ, ნუ დაამცირებთ პარტნიორს და თორემ აუცილებლად გამოიწვევთ მასში აგრესიას. კი, ნამდვილად აქ ერთ-ერთ თქვენგანს მოუნდება მეორეზე მოახდინოს გავლენა, რათა გადავიდეს ახალ საფეხურზე ეს ურთიერთობა. არ ვიცი, რომელი თქვენგანი იქნება აქ ინიციატორი, მაგრამ ასია. მე გისურვებთ სულით და გულით, რომ ეს კვირა თქვენთვის წარმატების მომტანი ყოფილიყოს. მიხარია თუ დაგეხმარათ ეს გაშლა თქვენ და მე ველი თქვენს კომენტარებს, გაზიარებას, მოწონებას. მე თვითეული თქვენგანის კომენტარს კითხულობ დიდი სიყვარულით და მადლობა ამ სითბოსთვის და ერთგულებისთვის. თქვენ გემშვიდობებით, მომავალ გაშლამდე საუკეთესო სურვილებით.